გამარჯობათ. ვაგრძელებთ Photoshop-ის ვიდეო კურსს დამწყებთათვის. გამოძახებული მაქვს რაღაც ფოტო, რომელზეც ჩვენ განვიხილავთ რამოდენიმე მონიშნვას და ასევე განვიხილავთ სხვადასხვა ფოტოებისგან კომპოზიციის შექმნას. პირველი, რა მინდა ახლა აქ რო გავაკეთო? მე მინდა რომ ცოტა სამ კონდეს ჩამოქებული. ამისათვის გამოვიყენებ ესეთ მონიშნვას, რომელიც მაქვს აი აქ. ეს არის კვეთრი საზღვრების შემთხვევაში გამომადგება ეს მონიშნვა ყოველთვის. აი ეს მონიშნვა quick selection ავიღებ. ჩართული მაქვს აქ ცოტათი განსხვავდება მონიშნების დამხმარე ზოლი, აი მონიშნების დამხმარე ზოლისგან, რომელიც ჩვენ წინა გაკვეთილზე ვნახეთ. ამ შემთხვევაში მაქვს ესეთი მონაცემები: ახალი მონიშნა, მონიშნის დამატება, მონიშნის გამოკლება და შესაბამისად ფუნჯის სტილი, ფუნჯის ზომა და სხვა პარამეტრები. ამ შემთხვევაში ცოტა დიდი ფუნჯი მაქვს, ავიღეს ფუნჯი ცოტათი დავაპატარავე, ჩავრთე ახალი მონიშნა და შესაბამისად მაუს ვატარებ იმ საზღვართან, სადამდეც მინდა რომ მოინიშნოს. ანუ არავითარ შემთხვევაში არ ვეხები მაუსით აი ამ საზღვარს. ოდნავ 1-2 მმ-ის მოცილებით ვიწყებ გადატარებას და თუ საზღვრები მაქვს საკმაოდ მკვეთრი, მაშინ Photoshop-ი თვითონ პოულობს ამ საზღვრებს. აი მოინიშნა აქ ცოტათი ზედმეტი ჩავიდა მონიშნვაში, მაგას მე გავასწორებთ არა უშავს. წამოვედით აქეთკენ და შესაბამისად მოინიშნა აქ რაღაცები, რაც მივეცი, ხო? ბრძანება. ზედმეტი მონიშნები მოვიტანე ეკრანი ახლოს, ეკრანის ახლოს მოსატანად მოვიტანე გამოდიდებელ შუშასთან, დავაჭირე იმ ადგილას, სადაც მონიშნა ზედმეტი რაღაცები მომინიშნა. წამოვედი მინუსთან და კაცრავად აქ არა თვითონ მონიშნის ღილაკში მინუსთან და ფონჯი ცოტათი დიდი მაქვს, ისევ დავაპატარავე ფონჯი და ვატარებ ისევ საზღვართან, ისე რომ არ გავცდე, არ შევეხო თვითონ საზღვარს. აი, ანუ მონიშნა აქ ჩავამატე. უბრალოდ ზედმეტი მონიშნა რაც იყო ის გამოვაკელი. აქაც შემიჯამა მონიშნომეს ჩემი საკვამური, ამიტომაც აქაც მინუს თავყევი ამ საკვამურს, ისე რომ საზღვრებს არ ვეხები, ხას უსვა ამას აუცილებლად. შემდეგ წამოვიღეთ აქეთკენ და აქაც რა მოგვინიშნა, აქაც მოგვინიშნა ხე, რომელიც არ გვინდოდა რომ მოგვინიშნა და შესაბამისად აქაც აი გავატარე, აქ მკვეთრი საზღვრები არ მაქვს, ამიტომაც ცოტა რაც პირველი ესეთი რთული მონიშნები, როგორც აქ არის ფოთლები და ხეები, ეს ცოტა სხვანაირად კეთდება. უფრო დაზუსტებული რო იყოს, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ესეთი ვარიანტი გვაწყობს. ავიღე გამოდიდებელი შუშა, დავაწყაბე მინუსით, რომ ისევ დააპატარავოს და შესაბამისად მონიშნული მაქვს ცოტა უხეშად, რასაკვირველია სამ. პარალელურად ჩვენ ვნახოთ თან ფერებზე მუშაობა. იმისთვის რომ რაღაცა ფერები შევცვალო Photoshop-ში, აუცილებლად შევდივარ image-ში და image adjustment-ში. აი აქ რა ბრძანებებიც კი არის, ჩამონათვალი, ყველაფერი ეხება ამ ფერების ცვლას. ჩვენ გამოვიყენოთ ამ ცვლას bright contrast-ი, ანუ განათება და კონტრასტულობა. მოდი ცოტათი brightness-ი ჩაუწევთ, ანუ ცოტათი დაობნელოთ აქაურობა, ხო? და მივიღეთ ესეთ ცოტათი ჩამოქებული სამ. კონტრასტულობა ცოტათი ჩაუწიოთ, თორე brightness-ის ჩაწევის დროს აქ ცოტა უშნოდ გამოჩნდა. ოკეი. ანუ ერთი მონიშნა ეს არის საზღვრებით, მკვეთრი საზღვრებით მონიშნა, რომელიც ჩვენ ახლა გამოვიყენეთ. მონიშნა რომ მოხსნათ select, deselect, ჩვეულებრივად როგორც სხვა მონიშნებში. ეხლა მე მინდა რომ აქ ჩავამატო რაღაცა სხვადასხვა ობიექტები ამ ფოტოში. ამისათვის მივიდივარ file, open. ჩამატება შეიძლება ორი სახით, ეს არის open და ეს არის place it. Open-ის გამოძახების დროს გაიხსნება ახალი ფაილი და შესაბამისად მე კოპირებით უნდა გადმოვიტანო ამ ფაილში. Place it ჩამატების დროს ფოტო ჩაემატება ამავე ფაილში, ანუ ამავე ფოტოში. მაგრამ ჩაემატება როგორც smart object-ი, ანუ ორიგინალური ობიექტი, რომელიც ჩვენ ჯერჯერობით არ გვჭირდება და ისედაც უფრო მოხერხებულია, მე თუ გითხავ open-ით ჩამატება. გამოვიძახე open-ი, აქ უკვე მაქვს მითებული ფოლდერი, რომელიდანაც უნდა ჩავამატო, წინააღმდეგ შემთხვევაში აქედან მოვძებნდი, გადავიდოდი my კომპიუტერში და ასე შემდეგ. და დავუშვით ამ ადამიანებიდან ერთ-ერთი მინდა რომ ჩავამატო ამ ჩემს არსებულ Photoshop-ის ფაილში. ამისათვის თავისთავად რასაკვირველია მოვნიშნე ეს ფაილი, რომელიც მინდა რომ ჩავამატო. არ ინიშნება რაღაც
ხო და გაიხსნა ჩემი ფაილი მინდა რომ ჩავამატო ეს ქალი სულ ერთია რომელიც ჩავამატებ ამჯერად მე ამას აგჭირ პირველი მარტივად მოვაცილოთ მე დანარჩენი ყველაფერი რომ უფრო ნაკლები ქონდეს სამუშაო ჩასტარებელი ანუ მოვედი კადრირების ღილაკთან დავაწყობე პირდაპირ ჩაერთო კადრირება შემდეგ მოვიტანე აქ 2 წლიანი კურსოვი რომ გამოჩნდა მივწიე ამ ქალის ისე რომ მხოლოდ ეს ქალი ჩანდეს და დავაჭირი კლავიატურაზე enter ღილაკს დაფიქსირდა დანარჩენი ყველაფერი ამ ფოტოს მოაკვდა ეხლა როგორ მოვნიშნოთ ეს ქალი ხო გადავედი სრულ რეჟიმში და ისევე როგორც მოვნიშნე ცა ანალოგიურად მოვნიშნე ამ ქალსაც შეიძლება რასაკვირველია ანალოგიურად მოვნიშნოს და უშოთ ავიღე აქ პლუსი აქ ფუნჯი უფრო დიდი მინდა რასაკვირველია თავისუფალი არეალი მაქვს და შემოვატარე გარეშე და შესაბამისად იპოვა ნუ აქ ფეხებიც მოვნიშნე თუ ხო რაღაცა მეტი მოვნიშნები გააკეთა სტრაფად მოვნიშნე ახლა მე უხეშად მაგრამ ამ შემთხვევაში მე იმის თქმა მინდა რომ ამ შემთხვევაში უკეთესია გამოვიყენოთ მეორე მონიშნა რომელიც ასევე ამ განყოფილებაშია ამას ქვია მაგიური ჯოხი ამ ჯადოსნური ჯოხი რომელიც გამოყენების შემთხვევაშიც ინიშნება ერთგვარი ფერი ას რა იგულისხმება ერთგვარი ფერი ანუ თეთრი ბეჟი და ასე შემდეგ თუ მაქვს სადმე ერთგვარი ფერი მოსანიშნი ყველაზე მოხერხებული მონიშნა არის ეს select გავავოქმე წინა მონიშნა ავიღე მაგიური ჯოხი ტოლერანტობა ანუ მსგავსებადობა რას ნიშნავს მსგავსებადობა ანუ აი აქ მაქვს რაღაცა მსგავსი ფერები ხო აი მიითვისოს თუ არა მონიშნავ აი ეს ფერიც ანუ თუ მარტო აი ეს ადგილი მონიშნავს ანუ თეთრს თუ უნიშნავ ცოტა მოყვითალო მოვარდისფროც მონიშნავს თუ არა ანუ რამდენად მსგავსი ფერები მონიშნავს იმასთან მიახლოებული სადაც მე ამას დავაწყაპებ ჩემ მაუს დავაწყაპებ ამჯერად პრინციპში ჩვენც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ თეთრი აბსოლუტურად ერთნაირია აქ და დავაწყაპეთ ერთ ადგილას და აი ერთი წკაპით მოინიშნა მთლიანი თეთრი ფონი მაგრამ ჩვენ გვჭირდება ქალის მონიშნა რა გავაკეთოთ წავედით select-ში წავედით ინვერსიაში და შევატრიალეთ მონიშნა გავიმეორებთ რას ნიშნავს მონიშნის შეტრიალება მონიშნის შეტრიალება ნიშნავს რომ მოუნიშნავი გახდა მონიშნული ხოლო მონიშნული მოუნიშნავი დავაპატარავეს პანჯარა რომ ზედ მეტი ადგილი არ დაიკავოს და შევადაროთ ახლა პროპორციები აქ სურათი არის 58%-ში აქ სურათი არის 100%-ში იმისათვის რომ დაახლოებითი ზომები მაინც მივიყვანო ერთ სურათს როცა გადავიტან მეორე სურათში რამხელა იქნება ეს პროცენტები უნდა დავაყენო ერთი და იგივეზე ჩავწეროთ აქ კლავიატურიდან შეგვიძლია პირდაპირ ჩავწეროთ 100 და enter ღილაკის საშუალები და აი ამხელა იქნება ეს ქალის ზომა ამ ფოტოს ზომა რომელსაც გადმოვიტან ამ სურათში ანუ ძალიან დიდია როგორ შევამციროთ ფოტოს ზომა ფოტოს ზომა რო შევამციროთ უნდა გადავიდეთ image და image size-ში მაგრამ სანამ ფოტოს ზომას შევამცირებთ აუცილებლად შევინახოთ მონიშნა ამისათვის შევდივარ file-ში კი არა და select-ში select save selection აქ დავარქვი შენ მონიშნას ქალი და okay შესაბამისად შემდეგ წავედი image-ში image size პროპორციები გათიშული მაქვს ჩავრთე აქ პროპორციები ანუ ეს ჯაჭვები უნდა იყოს ჩართული თორე ისე დავარღვე პროპორციულობა სურათის და ნებისმიერი აი ამ 4 თაგანიდან შევამციე დავუშვათ ეს მინდა რომ იყოს დაახლოებით ამის მე-13 ხო იყოს დავუშვათ 200 უფრო მეტითაც შემიძლია რომ შევამცირო ოკეი და აი ეს ზომა უკვე მაკმაყოფილებს და აქ რო დავსვა უკვე ბუნებრივი იქნება თუ წინ იქნება ეს კალი მაგრამ რისთვის შევინახე ჩვენ მონიშნა გაგვიუქმნა ხო მონიშნა აღარ არის ჩართული ამისათვისაც შევდივართ select-ში შევდივართ მონიშნასთან დაკავშირება ან load selection წამოვედი აქ რაღაც სხვა ჩანაწერი მაქვს channel-ში ჩამოშალე აი ჩემი ჩანაწერი ქალი დავარქვი მონიშნოს გახსოვს და new selection უნდა იყოს აქ ჩართული ოკეი და შესაბამისად აი მონიშნაც გააქტიურდა შემდეგ ავდექი და უბრალოდ ისრული რეჟიმით ნო კიდე მაუსი და გადმოვიტანე გადმოვქაჩე ეს ქალი აი ესე აქეთკენ და აი დაჭდა ეს ქალი ჩამოვწევ ცოტათი დაბლა აი აქ იყოს კუთხეში და დავუშვათ რაღაცა ეჩქარება თუ დაბლა ჩამოვწევთ ესე უფრო იყოს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ხლა სად იქნება იყოს დავუშვათ აქ კარგი ეს ერთი სურათი გადმოვიტანეთ ეს სურათი აღარ გვჭირდება გავწვით no იგივე დავუშვათ ჩავსვათ ახლა კიდე ერთი ოპერაცია ჩავატაროთ file open გამოვიძახით აქედან რაღაც სურათი ჩავსვათ ეს თვითფრინავი ხო
ამ თვითმფრინავის შემთხვევაში უკვე აღარა მაქვს მე ერთგვარი ფერი, აი აქ ნაცრისფერია, აქ თეთრია, რაღაც სხვადასხვა ფერია, მაგრამ სამაგიეროდ მაქვს მეტნაკლებად მკვეთრი საზღურები. ამიტომაც უკვე გამოვიყენებ იგივე მონიშნავს, რომელიც ჩვენ თავიდან განვიხილეთ. პლუსი და გავყევი ამ საზღვარს. შესაბამისად, აი ცოტა უფრო შორსაც კი მიჭირავს და მაგრამ აი აქ ჩაყლაპა რაღაცა, მე გავასწორებთ ამას. ისევ და ისევ მონიშნავს ჩვენ ცოტა უხეშად ვაკეთებთ თავისთავად. პროფესიონალ დონეზე მუშაობის დროს ესე არის ნიშნება ეს ყველაფერი. მე დაზუსტება უნდა მონიშნოს, მაგრამ ამ წუთას მე მჭირდება კონკრეტული მონიშნების მიმოხილვა, ამიტომაც ესეც გვაგმოვაფილებს ჩვენ. კაი, აქ ფრთები ჩაიყლება. ამისათვის ავდექით მონიშნული ამ წუთას ჩვენ გვაქვს ფონი. მოდი ბარემ შევატრიალოთ მონიშნა ინვერსია, რომ მონიშნული გქონდეს თვითმფრინავი. ახლა უკვე თვითმფრინავია, ამისათვის ახლა select ინვერსია გამოვიყენე და გავასწოროთ ეს მონიშნა. წამოვედით ამ მონიშნაში, უბრალოდ ეს მონიშნა გვაქვს აღებული პლუს დავაჭირეთ საზღვრებს ისევ არ ვეხები, აი აქ თვითმფრინავი მოინიშნა. ცოტათი ფუნჯი დავაპატარავეთ, ფრთებზე ეს ამხელა ფუნჯი არ გამოგვადგება და აი აქ ფრთებთანაც ისე რომ საზღვარს არ ვეხები, არავითარ შემთხვევაში გადავატარე, აქ ვერ მოინიშნა კარგად. მე გავასწორებ იქაც. აი აქ მოვიტანე, ეს კუთხეც დავამატე და ფაქტიურად ეს ერთი ფრთა მოინიშნა. ახლა წავიდეთ მეორე ფრთა ვნახოთ როგორ არის მონიშნული. ყველაფერი დანარჩენი კარგად არის. მოვნიშნე ისევ სათაურის, მოვკიდე სათაურის ძულში მაუსი, ამ დავაჭირე მარცხენა ღილაკს და ჩამოვქვა შედაბადა ის ჩემი თვითმფრინავი. უკან მაქვს ჩემი სახლი და ხალი წამოვიღე აქ თვითმფრინავს მოვკიდე მაუსი და წამოვიღე აქეთკენ. ხო, ოღონდ ახლა აღარ გადამიმოწმებია, რამდენად ემთხოვდა ამისი ზომები და შესაბამისად აი ესეთი ვებერთელა თვითმფრინავი მივიღეთ აქ, ხო? ამისათვის რა გავაკეთეთ, როგორ გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომა აქვე, სურათში უკან დაბრუნების გარეშე. გავწიოთ ეს თვითმფრინავი, შემდეგ მე მინდა რომ დავინახო აქ მაკონტროლერებელი კუთხე მონიშნის და აი მაკონტროლერებელი კუთხე. მოვნიშნე, დავაწყაპებ მაუსს, აუცილებლად დავაჭირე shift ღილაკს კლავიატურაზე და დავიწყე დაპატარავება. რატომ ვაჭერ shift ღილაკს? იმისთვის რომ არ დაირღვეს პროპორციები. წინააღმდეგ შემთხვევაში პროპორციები დამერღვევა დაპატარავებისას. აუშვი ჯერ მაუსს და მერე shift ღილაკს. მოვწიე აქეთკენ, კიდე ერთხელ ჩავატარე ეს ოპერაცია, shift ღილაკზე მაგ დაჭერილი, ცოტათი გამექცა. და აი ესეთ საწვალებელი გამიხდა იმისათვის რომ image size-დან თვითონ ძირითად თვითმფრინავის ფოტოში არ დავაპატარავ ეს. ამდენად დიდი იყო ეს თვითმფრინავი და შესაბამისად აი რამოდენიმეჯერ მომიწია ეს დაპატარავება. აი ახლა უკვე მოვიტანოთ აქ. აქ უკვე ჩანს ეკრანზე, ანუ აღარ გვიწევს აქეთიკით ტრიალი და აი აქ იყოს აი აქ მოფრინავდეს ეს თვითმფრინავი, ხო? აი ამ ცოტა shift-ზე არ მიჭირავს და აი რა მოსდის ჩემ თვითმფრინავს, მაგრამ დავაჭერ თუ არა shift-ს, უცბად დაიცავს პროპორციებს. დავასვათ ეს თვითმფრინავიც აქ და რომ არ გვიშლდეს ხელს ეს ხო აუცილებლად ზომის შეცვლის მერე დავაჭირეთ enter ღილაკს კლავიატურაზე რომ დაფიქსირდეს, თორე Photoshop-ი აღარ მოგცემს მერე მოშაობის საშუალებას და რო გავთიშოთ ეს წერტილები, ამისათვის აი show transform controls რო წერია, გავთიშოთ ეს და მივიღეთ აი ესეთი კომპოზიცია რამოდენიმე სურათისგან. ამით ჩვენი მეორე გაკვეთილი დასრულებულია, გისურვებთ წარმატებებს.